გაუმარჯოს ბიჭებს. დღეს ერთი გიჟური ტესტი უნდა ჩავატაროთ რა. მოკლედ ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ის თემა, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ პნევმატური 50 მეტრამდე ჩაჯდომით ქედანზე უფრო კარგ შედეგებს იძლევა ვიდრე ჩვეულებრივი სანადირო თოფი. და დღეს მინდა რომ გავტესტოთ ეს. იარაღები გვაქვს. თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ეს ჩემი ჰუბლის ფორმეტი 66-იანი ლულით 3-იანი ჩოკი მიდგა და უნდა ვისროლო ფიოჩის პირველი ნომერი 34 გრამიანი. აი ეს ის ტყვია, რომელსაც რა ვიცი, ქედანზე მე ვიხმარებდი და საუკეთესო ტყვიად მიმაჩნია, რაც შემოდის დღესდღეობით საქართველოში. ეს პნევმატური არის არტემის M16, რომლიდანაც უნდა ვისროლო 0-9-იანი სნოუპიკის. ეს ტყვიები აწონილი გვაქვს და 0.86 აწერია, მაგრამ არის 0.89, 0.9 გრამია და ეს თოფი არის კიდე P35X და ამით ვესურით HN-ის 16 გრეინიან, ანუ გრამიან slugs. ნახოთ აბა 50 მეტრიდან. წიგნს უნდა ვესროლოთ და წერლის დაწერილი წიგნია, გული არ დაგწყვეტ რა. რავი არ დავასახელებ ახლა ავტორის ვინაობას 50 მეტრზე დავდოთ და დავწყვეტ ნახოთ ერთი. პნევმატურები პელეტი, მძიმე პელეტი, მძიმე სლაგი და პირველი ნომერი ფიოჩები ერთმანეთის წინააღმდეგ ვნახოთ რომელს რა შეღწევადობა ექნება. ტესტი გამოვა იმედია. დავიწყეთ. ეხლა დავასტოპებთ და ნელა-ნელა შემოგთავაზებთ რა მოხდება. მოკლედ, ეხლა აქედან არის 51 მეტრი ზუსტად აი იქ წიგნია ჩამოკიდებული ხეზე. ეგ ხე არის ხავს ნაყოფს დაცხრილულია უკვე დავსაჯეთ. ხო და ეხლა ესურის მიშო თავისი M16-ს დავაი დაუშვი. თანმიმდევრობით დაუშვი არ იჩქარო. თუ გინდა ორი ესროლე. ორ-ორი ვესროლოთ. მოხდა. შუაში მოხდა პირდაპირ. აღარ უნდა ერთი კიდე ესროლო. არ უნდა რა თქმა უნდა შუაში მოხდა პირდაპირ. კაი, არ გინდა რა თქმა უნდა ტყვია და საფანტი ერთმანეთში ხო არ აგერევა. კაი, მოდი ხა გაიდაიჭი ტელეფონი მე ვესროლ ჩემი თოფით რახან შენ არ შეგიძლია ჩემი თოფის სროლა. ვიდეო მოდის. ლა როპოპოპოპ. ხანვა? მიდი. დაინახე სად მოგიწვია. შუაში გავარტყი კიდე. ესეთი ცოტა მარეთნი. და ოდნავ მოხდა. კაი, ხო მოხდა რაც თავარია. ეხლა დავასტოპოთ. აი. ხო, ეხლა თოფი ფიოჩი. 20 გრამიანი. წავიდა, აბა კარგად დაუმიზნე. პირველი ნომრით კი ვინ ანადირობს კედანზე მე. ეგ არის, მოკვდა. კაი, წავედით. მოკლედ მოუქასქასდით. მოდი აქ დავდოთ იმ ლამას ფიცარზე. ეხლა უყურე რა მოხდა. აი ეს იყო, მან ამაიღე. აჰა, სათითაო მოხდა ყველაფერი. აი ეს მიშომში შუაში დაასვა ჯიგრულად თავისი იმითი რა ქვია პელეტი 89-იანი. მე ეს მევესროლე სლაგი და მე ეს ერთ წელიწადში პირველი ნომერი მოხდა. აი ჯერ ამითი რა ის არის რა ქვია თვალსაჩინო რომ 50-51 მეტრა კაი ჯანდაბას თოფს უკვე უჭირს. ერთი საფანტი მოხდა. ეხლა რა თქმა უნდა უკეთესი მოხვედრაც შეიძლება, მაგრამ მაინც ეხლა მიშომ ესროლა შუაში გაარტყა. მე ცოტა გვერდზე ვესროლე, ცოტა მაღლა კი წავიდა, მაგრამ მაინც ოდნავ გვერდზე მოხდა და ეს აქ არის. კაი, ეხლა ვნახოთ. სად არის? აი საფანტი დაიჭირე. არ დაკარგო. კაი რა მნიშვნელობა აქ არის საფანტი ხო აი 180 დაიჭე კაცო რა 193 დაიჭე აიგე ბოლო გახეული ოდნავ ხო დაინახე პელეტმაც აჯობა ძმაო პელეტმაც კი უფრო მეტად დააზიან აბა ხელი აი უყურე საფანტი პირველი ნომერი და პელეტი რა დღეში რა აქ მოსული
ვიდეო რო ძალიან არ გაგვეწელოს, ეხლა მოვძებნოთ ჩემი სლაგი. დაინა. ბიჭო. ბიჭო, ჩემი კაცი. მან დაღარი. აი, დაზიანებული სადამდეც არის. აი, კამდე, აი, იმდენით მეტი გახვეიტა ეიჩის სლაგმა. და ესეც რა დღეშია. დაჟე იმისიც უყურე. აი, ამისიც სადამდეა გამოსული. მოკლედ, არანაირი შანსი არ აქვს. ძალაში პირველ ნომერს. კონკრეტ პნევმატურის ჯობნის. პნევმატური. თუ გინდათ ნადირობა 50 მეტრამდე ჩაჯდომით თამამად ინადირეთ პნევმატური გაცილებით ეფექტურია ვიდრე თვალსაჩინო მაგალითი. თან სიზუსტე ისეთი მაგარი აქვს ამანძილზე პნევმატურს, რომ შანსი არ არის, რომ თუ ძალიან ცუდი მსროლელი რა ხარო, ქედანს გააცდინო. აი ეს იყო დღეისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.